მოგესალმებით. დღეს შაბათია საღამოს 9 საათი და თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. პირველი პრეზიდენტის უკანასკნელი გზის გაგრძელება. გამსახურდია საქმე ნაწილი მეორე. ქონდა თუ არა პრეზიდენტს მეორე ნატყვიარი. რატომ აღენიშნებოდა ზვიად გამსახურდიას სხეულს ფიზიკური დაზიანებები? საჭიროა თუ არა ექსჰუმაცია და ხელახალი ექსპერტიზა. რა მანძილიდანაა ტყვიანას როლი და ვისი ნაჩუქარის ტეჩკინი? მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? რა შეკითხვებს ემს პასუხს როსტოვის დასკვნა? პირველად და ექსკლუზიურად ჩვენს გადაცემაში. როსტოვის ექსპერტიზის შედეგები პირველი პრეზიდენტის საქმეზე. ექიმის ჩვენება, რომელმაც სამედიცინო სფეროდან პირველმა ნახა გარდაცვლილი ზვიად გამსახურდია. სადგაქრა $2 მილიონი, რომელსაც იგორ გიორგაძე ახსენებს. უშიშროების ყოფილი მინისტრის სკანდალური ჩვენების მომდევნო ეპიზოდი. პასუხები შეკითხვებზე და 17 წლის შემდეგ მოწმეების ახალი ჩვენებები. ადამიანი, რომელიც ბოლო წუთამდე გამსახურდიასთან იყო, ჩვენს გადაცემაში სტუმრად მოდის და პრეზიდენტის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე მოგვიყვება. პრეზიდენტის დაცვის წევრი ბაჩუკი გვანცელაძე და დროებითი კომისიის წარმომადგენელი ზურაბ ბაცანაძე საქმის ახალი გარემოებებით. ჩვენ სტუდიაში ვახოს ანაიას რეპორტაჟი. პრეზიდენტის საქმე. ჩვენმა წინა გადაცემამ ზვიად გამსახურდიას საქმემ პირველმა ნაწილმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. ერთი კვირის წინ ბევრ საინტერესო შეკითხვას გაეცა პასუხი. ამასთან ახალი გარემოებების გამო წარმოიშვა კიდევ უფრო მეტი კითხვა და ბუნდოვანება. დღევანდელ გადაცემაში ვეცდებით მათზეც გავცეთ პასუხი. ამაში ჩვენი სტუმრების იმედიც გვაქვს. პრეზიდენტის დაცვის წევრი ბაჩუკი გვანცელაძე მოყვება იმას, რაც თავისი თვალით ნახა, ის ბოლო წუთამდე პრეზიდენტთან ერთად იყო. საპარლამენტო კომისიის წარმომადგენელი ზურაბ ბაცანაძე კი გვეტყვის საქმეში არსებულ შეუსაბამობებსა და პასუხგაუცემელ შეკითხვებზე. ისინი დღეს ჩვენ სტუდიაში შეხვდებიან ერთმანეთს და ბუნებრივია გარკვეულ საკითხებზე კამათსაც ვერ ავწდებით. აქვე გეტყვით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შესახებ. მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, რა პასუხებს გვაძლევს როსტოვის დასკვნა? როსტოვის ექსპერტიზის შედეგი ექსკლუზიურად და ჩვენი გადაცემისთვის გაიხსნა და მის შინაარსს თქვენ დღეს პირველად გაიგებთ. სანამ როსტოვის დასკვნას გაგაცნობთ, მანამ შეკითხვების მთელი სერია, რომელზეც განსხვავებულ პასუხებს ვიღებთ. აღმოჩნდა, რომ არც ისაა ბოლომდე დაზუსტებული, რომელ რიცხვში დაიღუპა ზვიად გამსახურდია. რატომ და ვინ ეძებდა გარდაცვალებამდე გამსახურდიასთვის ახალ კოსტუმს და რა ინფორმაცია მიიღო იგორ გიორგაძემ პრეზიდენტის შესახებ? რატომ ფიგურირებს საქმეში 4 პისტოლეტის ტეჩკინი და სინამდვილეში რა იარაღით მოხდა გასროლა? და მთავარი, რა მოხდა ჯიხაშკარიდან ძველი ხიბულისკენ მიმავალ გზაზე? იმყოფებოდა თუ არა პრეზიდენტი გარემოცვასთან ერთად მართლა 5 საათი ამ 4 კილომეტრიან მონაკვეთზე? ეს ამ საქმის ყველაზე დიდი იდუმალებაა. ზემო ჩამოთვლილი მხოლოდ მცირე ნაწილია შეკითხვებისა, რომელზეც ჩვენი გადაცემის პირველ სიუჟეტში ვეცდებით პასუხების მიღებას. და გავიმეორებ, რამდენიმე წუთში მეორე სიუჟეტში დაპირებული როსტოვის დასკვნა და დღევანდელი გადაცემის დასკვნითი ნაწილი სტუმრების სტუდიაში. 1993 წლის 31 დეკემბერს ღამის პირველის ნახევარზე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სოფელ ძველ ხიბულაში კარლო ხურცკაიას სახლში თავი მოიკლა. ეს არის იმ ადამიანების ჩვენება, რომლებმაც გამსახურდია ბოლოს ნახეს. 17 წლის შემდეგ გამსახურდიას საქმის გამოძიებას საპარლამენტო კომისია იწყებს. სწორედ კომისიამ ჩაატარა ექსპერიმენტი ხურცკაიების ამჟამად მიტოვებულ 2 სართულიან სახლში. ექსპერიმენტის შედეგად გასროლის ხმა, როგორც ამ შენობაში, ასევე მეზობელ სახლში ყველამ გაიგონა. რა ხმა გაიგონეს 17 წლის წინ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ღამეს პრეზიდენტის მასპინძელი ოჯახის წევრებმა. ფილმში დინების საწინააღმდეგოდ ლუდმილა ხურცკაია ამბობს. ვითომ შიფონერი დაეცა, რა ტყის ხმა არ გამიგია, ისე ვითომ შიფონერი დაეცა, იატაკზე როგორი ხმაური იქნებოდა, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ. ლუდმილა ხურცკაია აფშილავა საგამოძიებო ჩვენებაში შემდეგსაც მიუთითებს. ხმა რომ შემომესმა ავედი მეორე სართულზე. პრეზიდენტს კოსტუმი ეცვა.
მანამდე პრეზიდენტი პიჟამოში მყავდა ნანახი. ხელები და პირი უკვე ახვეული ქონდა. ჩემი ოჯახის ბალიში დაბლა იყო დაგდებული და თავქვეშ ამოდებული ქონდა ჩემივე ბიბლიოთეკიდან გადმოღებული 3 წიგნი. ექსპერტიზით დამტკიცებულია, რომ პრეზიდენტს თავში გამავალი ჭრილობა აქვს და ეს სტეჩკინის სისტემის პისტოლეტით გასროლილი 9 მმ-იანი ტყვიის შედეგია. ავტომატური პისტოლეტის სტეჩკინი, იგივე APS-ი. წარმოებაში 1951 წლიდან, კალიბრი 9 მმ, სიგრძე 22.5 სანტიმეტრი. ვაზნების გარეშე იარაღი 1 კილოს და 220 გრამს იწონის. მაყუჩთან ერთად 1 კილო და 700 გრამია. ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტის ცხედარი პირველად ნახეს, ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილ გამსახურდიას ხელში იარაღი ეჭირა, რომელიც მუცელზე ედო. გარდაცვლილის ასეთი მდგომარეობა თვითმკვლელობის შემთხვევაში წარმოუდგენლად მიაჩნია ექსპერტს. ხელი აი ასე ქონდა ჩამოგდებული. აი ამნაირად. იარაღი იმდენად მძიმეა, რომ აუცილებლად გამოხდებოდა მისი ხელიდან გავარდნა. ჩვეულებრივი ფიზიკის კანონია ქმედება იწვევს უკუქმედებას. გამორიცხულია, რომ ხელი დარჩეს იქვე მუცელზე. გამსახურდიას საქმეში სტეჩკინის სისტემის 4 პისტოლეტი ფიგურირებს. პირველი ბადრი ზარანდიას კუთვნილი სტეჩკინი გია გულუასგან მიღებული იარაღია, რომელიც შემდეგ ზარანდიამ პრეზიდენტს აჩუქა. მეორე ესაა 1993 წელს 24 სექტემბერს გვარდიის ერთ-ერთი წევრის ავთანდილ პაკელიანის მიერ გამსახურდიასთვის ნაჩუქარი სტეჩკინი. არსებობს მესამე სტეჩკინიც, რომელიც ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით გარდაცვალებამდე დაცვის თანამშრომელმა პრეზიდენტის დობით აღჭურვილ ოჯახს გადასცა. ზუსტად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია აქვს მეოთხე სტეჩკინზეც, რომელიც რობინზონ მარგველანს ჰქონდა. სადაც პრეზიდენტი პირველად დაიმარხა, იმ ეზოში, იმ სახლში იქნა იარაღიც და თავისი ბეჭედით შენახული. მასრაც. ჩვენ არ გაგვიწმენდია იარაღი ისევე შევახვიეთ ჯერე იმაში რა ქვია, ტილოში, მერე ცელოფანში და დაიმარხა ხის ქვეშ. და მერე რო ამოთხარეს გადასცეს და გაწმინდეს, ეს უკვე მე არ ვიცი. საბოლოოდ პისტოლეტთან ერთად პრეზიდენტის სახელმწიფო ბეჭედი მანანა არჩვაძე გამსახურდიას გადაეცა, ისე რომ პისტოლეტს დღემდე ბალისტიკური ექსპერტიზა არ ჩატარებია. გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიას ეჭქვეშ აყენებს გამსახურდიას მთავრობის პრემიერი და შემდეგ მისი მოწინააღმდეგე თენგიზ სიგუა, რომელიც ინსცენირებაზე მიუთითებს. კახეთში იდგა ერთი ძალიან სპეციალიზებული რაზმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, სადაც უმაღლესი დონის მაგსაქმის სპეციალისტები იყვნენ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ იქიდან ეკირავათ კილერი ამ ერთ-ერთ რაზმთან, ან გულუას რაზმთან, ან იოსელიაძის რაზმთან ერთად დადიოდნენ ეს კილერები და მათ შეასრულეს ეს, მაგრამ მაგის მტკიცებულება ეს მხოლოდ ვერსიად შეიძლება და ჯერჯერობით ჩაითვალა. გაქრა ტყუის გულა. სადნა გამქრა ტყუის გულა, როგორც ექსპერტები ამბობენ, იქვე სადღაც ლოგინთან 1 მეტრში, 1.5 მეტრში უნდა ყოფილიყო. მეორე. რატომღაც პირველი ნიფტკიცება პისტოლეტი, რომელსაც თითქოს მოიკლას ვიად გამსახურდიამ თავი, იმის მაგივრად, რომ მაშინ ცელოფანში გაეხვია და ხელუხლებელი შეენახათ, გაპოხილ, გაწმენდილია, გაპრიალებულია. ესე იგი, ყველა ნიშანი, რაც მასზე უნდა ყოფილიყო თითის ანაბეჭდები და სხვა, უკვე გამქრალია. მესამე, ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა და რომელიც დასისხლიანებული იყო. გარეცხილ, გაწმენდილ, გაპრიალებულია. ეს უდიდეს შეცდომაა. იმიტომ რომ მათ ვინც იქ იყო ეს ხალხი და ვინც ეს გააკეთა, უნდა ცოდნოდათ, რომ ეს პირველი ნიფტკიცებები აუცილებლად ხელუხლებად უნდა ყოფილიყო ცელოფანის პარკში გახვეული და შენახული. შემდგომი კვლევებისთვის. ეს ყველაფერი, ესე იგი, ყველა ძირითადი ნიფტკიცება არის მომსპარი. რატომ? აი ეს კითხვა ისმევა დღესაც. დროებითი კომისია ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების თარიღიც არაა ზუსტად დადგენილი. მოწმეების ნაწილი 31 დეკემბერს ასახელებს. სხვები კი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტის გარდაცვალება ჯერ კიდევ 30 დეკემბერს შეიტყვეს. აქვე კომისია არ გამორიცხავს, რომ წინასწარ მიზანმიმართულად გაავრცელეს ხმა პრეზიდენტის თვითმკვლელობის შესახებ, მაშინ როცა ჯერ კიდევ გამსახურდია ცოცხალი იყო. 30 დილა იყო. დაახლოებით
10 საათი მოვიდა ჩემთან გულიკო ტიბუა. ჩვენი თანამებრძოლი იყო. პრეზიდენტი უკვე აღარ ყავს. რას ქვია მერხი და პრეზიდენტმა თავი მოიკლა. 30 დეკემბერს გუჯუჯიმ დამიბარა თავისთან. ვიცოდი სად იყო და მივედი საღამოს, მოსაღამოებული იყო. მივედი გუჯუჯისთან ატირებული თალისრემლიანი დამხა. და მითხრა რომ რაშია საქმე მეთქი პრეზიდენტმა თავი მოიკლა მითხრა. მე ბოლოს გუჯუჯი მითხრა რომ პრეზიდენტს ტანსაცმელი უნდაო გამოსაცვლელი იქ დასმული თუ რაღაცა და მითხრა მე მაქვს ახალი კოსტიუმი და კოსტიუმი და ჩემს სახლში მიხვალო და მეუღლეს გამააცნეო ამას და დასკმულ ადგილას ჩვენ თანამებრძოლის სახლში იქ უნდა მიმეტანა 31 უნდა მიმეტანა ესმე პრეზიდენტის 31 დეკემბერს გარდაცვალებას ეჭქვეშ აყენებენ შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნებიც. რაღაც 2 თუ 3 დღით ადრე ეძებდნენ ზვიად გამსახურდიასთვის ახალ კოსტუმს, შარვალს და ასე შემდეგ. ნუ ეხლა როცა მოდის ინფორმაცია ზვიად გამსახურდიასთვის, ეძებენ რაღაც ჩასაცმელს, ნუ ეძებენ. მაგრამ აი მაშინ დაიბადა მაგრამ ბჭო კაცი თავს იკლავს ეხლა ეს ინფორმაცია რას ნიშნავს მაშინ მივაქციეთ ყურადღება ეს კიდევ ხო ეს ამას მე უკანა რიცხვით რომ ამას საკეთებ ეს ინფორმაცია მოვიდა გულვას ჯგუფიდან წინა საახალწლო დღე იყო მახსოვს კარგად ესე რომ თბილისში გავხსენდა ხოლმე რომ შენ გამსახურდიამ თავი მოიკლა. იცით რა შეა საქმე? სოფლიო და ზვიად გამსახურდიას ოჯახმა და მათ შორის მეც საქართველოს პრეზიდენტის გარდაცვალება შევიტყვეთ 5 იანვარს. ანუ მაშინ, როდესაც გროზნოში ჩავიდა ინფორმაცია. და თქვენ ახლა ბრძანეთ რომ ეს გავიგეო იანვრის დასაწყისში დეკემბრის ბოლოს ეგ ახალწლების წინ ეს თუ გახსოვთ ვინ ავრცელებდა ამ არა მე მაგას ვერ გეტყვით მე მდედი დრო გასული რომ მაგას ვერ გეტყვით ეს ხელისუფლების კულუარებში ითქვა თუ ხელისუფლების კულუარების გარეთ გარეთ ითქვა ეს ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ გარეშე სამყაროსთვის ეს ინფორმაცია დახურული რჩებოდა 5 იანვრამდე. შეიძლება. რაც არის არ უნდა და შეიძლება ამის გამცელება. ამის. იმიტომ იმისაც ეშინოდა რომ ოპოზიცია არ გამოიტყვა თავის აზრით და არ დაეწყო შევარდნაძის მიმართ გამოსვლები. პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი და დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში გვარდიის ოფიცერ კახა მოლაშხიასთან მივიდნენ. ვიყავი სახლში და მოყავთ ესენი. ვინ ეს? ბესო გუგუშვილი, რობინზონ მარგველანი და გოჩა გეგენაძე. რინოსი შეეკითხა. პრეზიდენტი როგორ არის, როგორ გძნობს თავს? პრეზიდენტი უსაფრთხო ადგილასაა, არანაირი საფრთხე არ მოხდა. ამას აცხადებს რობინზონ მარგველანი. ჩვეულებრივად კაცო ვიმღერეთ კიდე სუფრაზე და არანაირი ის არა ჩვენს წინა გადაცემაში დაცვის წევრმა ბაჩუკი გვანცელაძემ თქვა რომ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა გადასახლების დროსაც ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მწერალი ჯემალ დაულიანიძე რომელიც ზვიად გამსახურდიასთან ერთად გადასახლებაში იმყოფებოდა გადასახლებული რო იყო იქაც ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა ეს ვიცი მე ცოტა გამსახურდია და მისი ბიჭი და ეგ პასუხი მოკლეთ რომ არა ეგეთი რამე არ ყოფილა და მით უმეტეს ცოტნე იყო მაშინ წლინახევრის 2 წლის რა უნდა ხსომებოდა ახლა ცოტნეს რომ მამამისმა თვითმკვლელობა ცადა ჯერ ერთი რა ეს რომ ვილაპარაკოთ უბრალოდ ხო ჩეჩნები და დაღესტნელები 8 კაცი ხანათიკად ჩამოსულა ორჯერ იყვნენ და იქ საუბრობდი და ესაუბრებოდა ზვიადი ეროვნულ განმათავისუფლებელ ბრძოლაზე, რომელიც კავკასიაში უნდა გაშლილიყო. წარმოიდგინეთ, აი ამ საქმეებში იყო ჩამული 1000 თვითმკვლელობა და აპირებდა კაცი 78 წელს 19-ში როცა იქ იყო. კაცი ემზადებოდა საქართველოში, რომ 90 წელში რაც ჩაატარაო 28 ოქტომბრის არჩევნები
ამისთვის ამზადებდა მთელ საქართველოს. როგორ ფიქრობთ ახლა, კაცი რომელიც ამხელა დიდი გრანდიოზული საქმისთვის ემზადება, ამხელა ეროვნული საქმისთვის, იმას შეეძლო იქ თვითმკვლელობაზე ეფიქრა? და ახლა დაპირებული როსტოვის დასკვნა. მის შინაარს დღეს თქვენ პირველად გაიგებთ. ეს დასკვნა რუსმა სპეციალისტებმა 2007 წელს დაწერეს. ამ დოკუმენტში ვერსად ამოიკითხავთ მტკიცებას, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ არც მკვლელობის ვერსიაა დადასტურებული ერთმნიშვნელოვნად. დასკვნიდან ცნობილი ხდება აქამდე უცნობი დეტალების შესახებ, დაწყებული ფიზიკური დაზიანებებით, რომელიც პრეზიდენტის სხეულს აღენიშნებოდა დამთავრებული ტყვიის ტრაექტორიით. ქონდა თუ არა ზვიად გამსახურდიას მოხვედრილი 2 ტყვია და საჭიროა თუ არა ექსჰუმაცია. კითხვები აქაც მრავლად ჩნდება. თავაზობთ ჩვენი გადაცემის მომდევნო ნაწილს, როსტოვის დასკვნას. სანამ პირველი პრეზიდენტის ნეშტს როსტოვიდან თბილისში გადმოასვენებდნენ, რამდენიმე დღით ადრე 2007 წლის მარტში ქალაქ დონის როსტოვში გამსახურდიას ნეშტზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა. ექსპერტიზის შედეგი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე დახურული იყო. სრული წარმოდგენა ახლაც არ არსებობს, რადგან რუსეთიდან გამოგზავნილ დოკუმენტებს არ ერთვის ფოტო მტკიცებულება. მიუხედავად ამისა, ექსპერტიზის შედეგად ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება დგინდება. გვამის ნარჩენები ნამდვილად ზვიად გამსახურდიას ნეშტია. გვამს თავის ქალის არეში აღენიშნება გამჭოლი ცეცხლსასროლი დაზიანება, რომლის შემავალი ჭრილობა მდებარეობს მარჯვენა საფეთქლის მიდამოებში, ხოლო გამომავალი ჭრილობა მარცხენა საფეთქლის არეში. ნატყვიარი არხის მიმართულებაა მარჯვნიდან მარცხნისაკენ, რამდენადმე ზევიდან ქვევით და რამდენადმე წინიდან უკან. გასროლა შეიძლება მოხდარიყო ახლო მანძილიდან. გამორიცხული არ არის მიბჯენით გასროლასთან მიახლოებული მანძილიდანაც. როსტოვის დასკვნაში ნახსენები ფრაზა ახლო მანძილიდან გასროლა პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრებისთვის განსაკუთრებით დამაფიქრებელი აღმოჩნდა და სწორედ ამ ფრაზამ მათთვის თვითმკვლელობის ვერსია კიდევ ერთხელ დააყენა ეჭქვეში. როსტოვის დასკვნა მაძლევს იმის ვარაუდს, რომ კი ახლო მანძილი იყო, მაგრამ სულთლად ახლო მანძილი არ იყო, იმიტომ რომ 9 მმ-იანი ტყვია როცა შედის ახლო მანძილიდან, იქ აი ესეთი მცირე დაზიანება, რომელიც აქ როსტოვის დასკვნას აქვს შემავალი ჭრილობის მცირე დაზიანება, არ უნდა იყოს, უნდა უფრო მეტი დაზიანება მოახდინოს. ჯერ ერთი აუცილებლად იქნებოდა ნახეთქები, ძვლის ნახეთქები შესვლის მომენტში, იმიტომ რომ ახლოდან დასროლია. ნუ კინეტიკური ენერგია კი ნაკლებია, მაგრამ დენტს აქვს იმდენად დიდი დენტს იმდენად დიდი ენერგია, რომ მას აუცილებლად ექნებოდა ეგ დაზიანებები, ძალიან რთული დაზიანებები მიყენებოდა. ახლო მანძილიდან და არა მიბჯენით გასროლაზე ლაპარაკობდა რამდენიმე წლის წინ, აც უკვე გარდაცვლილი ექიმი დავით ჯალაღონიაც, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ბალზამინოვა ჩაუტარა. იარაღი საფეთქელზე არ იყო მიდებული. ოდნავ შორიდან არის ნასროლი. ამას იმით ვადასტურებ, რომ თვალის გასწვრივ ძვალი დამტვრეული არ არის. დამწვარიც კი არ იყო, მაგრამ დენტის კვალი შეიმჩნეოდა. მიბჯენით ნასროლი თუ ყოფილიყო, ჩატყდებოდა და იარაღის ნაკვალევის გამოჩნდებოდა. თანაც ტყუის ზომის ნახურტი იყო და მეორე მხარეს გამონგრეული. ზვიადის სხეული გაშიშებული არ იყო ამდენი ხნის განმავლობაში. როსტოვის დასკვნის მიხედვით პრეზიდენტს დაზიანება მხოლოდ თავის ქალაზე არ აღენიშნებოდა. ძნელია გადაჭრით იმის თქმა, რამ გამოიწვია დაზიანება ჩონჩხზე, ან როდის მიადგა პრეზიდენტის სხეულს ეს დაზიანებები, გარდაცვალებამდე თუ მის შემდეგ. ექსპერტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყროს ბოქვენისა და მენჯის ძვლების მოტეხილობები. ნეკნების დაზიანება კი შესაძლებელია ჩვეულებრივ გრუნტით, მაგრამ აი ბოქვენის ზვალის დაზიანება გრუნტიდან მიყენებული როგორც ეგეთი ცოტა საეჭვოა, რამე თუ ბოქვენის ზვალი იმისთან ადგილზეა, რომ იქ დაწოლით გატეხვა, მაგრამ ეს მე დასკვნას რო ვეყნობი, დასკვნა მაძლევს ერთ პირდაპირ პასუხს, რომ შესაძლებელია მომხდარიყო გრუნტის დაწოლით გატეხვა, მაგრამ ექსჰუმაციის გარეშე მე დღეს ვერაფერს ვერ ვიტყვი. როსტოვის დასკვნაში წერია, რომ საფლავისთან გვამის ამოღების დროს, გვამის ექსჰუმირების დროს ჩაინგრა თუ ჩაიმტრა მოკლედ სახურავი სასახლეს და არ არის გამოუცხოვლი, რომ აი ესეთი დაზიანება სწორედ მაშინაც განვითარებულიყო. რაც შეეხება სიცოცხლის დროინდელობის საკითხს, როსტოვის ექსპერტიზა ამ საკითხზე ვერ იმსჯელებდა, იმიტომ რომ
მომხდარი იყო ამ მომენტისთვის უკვე გვამის სრული სკელეტირება, არ არსებობდა რბილი ქსოვილები და ინფორმაციას აი სიცოცხლის დროინდელობასთან დაკავშირებით სწორედ რბილი ქსოვილები ატარებენ. ცარიელი, თუმცა მარტო ძვლების გამოკვლევის მონაცემებით ამ კითხვაზე პასუხი ძალიან რთულია. დასკვნაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ნეშტს თავის ქალაში აღენიშნება მხოლოდ ერთი გამჭოლი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანება. როსტოვის დასკვნაში არაფერია ნათქვამი მეორე დაზიანების შესახებ. რამდენიმე წლის წინ ათ უკვე გარდაცვლილი პათანატომი აკადემიკოსი თამარ დეკანოსიძე აცხადებდა, რომ პირველ პრეზიდენტს ნიკაპის ქვემოთ ოვალური ფორმის ჩაღრმავებული დაზიანება აღენიშნებოდა. მაშინ თამარ დეკანოსიძეს პირდაპირ დაუსვეს შეკითხვა, იყო თუ არა ეს მეორე ნატყვიარი. მარჯვენა მხარეს, საპირისპირო მხარეს ესე იგი, აქვს რაღაც სარქველივით ზედმეტი ქსოვილი და ქმნის ეს სიღრმის შთაბეჭდილებას. მაგრამ რაღაცა თუ უკანაც იყო ხვრელი და აქაც იყო ეგება ორჯერაა ნასროლი. 1999 წლის 5 თებერვალი ზვიად გამსახურდიას ბოლო მასპინძლის კარლო ხურცკაიას ოფიციალური ჩვენება. როდესაც ხელი მოკიდე ზვიად გამსახურდიას ხედარს, იგი ჯერ კიდევ თბილი იყო. ხელი თავზე მოკიდე და ვიგზენი როგორ ჩამივარდა. კერძოდ თავის ქალის უკანა მარცხენა ადგილას დიდი დაზიანება აღენიშნებოდა. ძვალი გატეხილი იყო. მივხვდი, რომ ეს გამოსასვლელი ხვრელი იყო. პათანატომი ლევან ჩაჩუა, რომელმაც 1994 წლის 17 თებერვალს ზვიად გამსახურდიას ცხედარის სენაკის აეროდრომზე გროზნოში გადასვენებამდე ნახა. დღეს აცხადებს, რომ გარდაცვლილ პრეზიდენტს მეორე ცეცხლსასროლი ჭრილობა თავის არეში არ აღენიშნებოდა. მაგრამ გარდაცვლილი პრეზიდენტის მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება მოხდა და ცხედარს არანაირი შემოწმება არ ჩატარებია. იმ სადღაც დაზიანებაზე საერთო უბნები რომ ნახეთ, იმისი თითით რომ შევხებოდით კიდევაც ესეთი მანუალური გამოკვლევა ჩაგვეტარებინა, იმისი საშუალებაც კი არ იყო. სამწუხაროდ ასეთი სახით ჩატარებულ გამოკვლევას გამოკვლევა არ ქვია და პრაქტიკულად რაიმე ღირებული ინფორმაცია ჩვენს მიერ მოპოვებული არ ყოფილა. რაც შეეხება ნიკაპის ქვემოთ, იქ არც პირველი გამოკვლევის დროს გვინახია ჩვენ რაიმე ისეთი უბანი იყო რაღაც ფერშეცვლილი, რომელიც უბრალოდ პობით პროცესს გავდა, არც პირველი გამოკვლევის დროს გვინახია ქსოვილების დეფექტი და ჭრილობაზე მიმსგავსებული დაზიანება და არც როსტოვის ექსპერტიზის დასკვნაში მსგავსი არაფერი არ არის აღნიშნული. ვფიქრობ, რომ თანამედროვე მეცნიერებას და ასე ვთქვათ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განკარგულებაში არის უამრავი ისეთი ხელსაწყოები, რომელთაც შეუძლიათ არათუ 17 და 18 წლის ხანდაზმულობის მიცვალებულის, ამეთ გაცილებით უფრო დიდი ხანდაზმულობის მიცვალებულთა გარდაცვალების მიზეზთა დადგენა. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს შეკითხვით მივმართოთ მეცნიერთა ინტერდისციპლინარულ კომპლექსურ ჯგუფს იმ დაზიანებებთან დაკავშირებით, რომელიც როსტოვის დასკვნის შესაბამისად აღენიშნებოდა პრეზიდენტის ნეშტს. კერძოდ, აქ საუბარია 9 ნეკნის მოტეხილობაზე, აქ საუბარია იმ სამ მოტეხილობაზე, რომელიც თავის ქალას აღენიშნება, ასევე იმ მოტეხილობაზე, რომელიც აღენიშნება მენჯის ძვალს და ბოქვენის ძვალს. როსტოვის დასკვნას დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრები და ექსპერტები ფრთხილს და მოზომილს უწოდებენ, რადგან ექსპერტიზა არსემს მთავარ კითხვას პასუხს. გამსახურდიამ თავი მოიკლა თუ მოკლეს. პირველი პრეზიდენტის უფროსი შვილი კონსტანტინე გამსახურდია რამდენიმე კვირაში როსტოვიდან მნიშვნელოვან პასუხს ელოდება. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება დადგეს პრეზიდენტის ნეშტის ხელახალი ექსჰუმაციის საკითხი. Patron ბიძონა, ჩვენ გვაქვს მომზადებული გრაფიკა, რომელიც როსტოვის დასკვნის მიხედვით მოვამზადეთ. აქ კარგად ჩანს თუ სად არის მოხდრილი პრეზიდენტის ტყვია და შემდეგ რა მიმართულებით გადის. თქვენ შეესწარით ამ მოვლენებს. რა ვითარება დაგვხვდათ ოთახში? ოთახში დაგვხვდა ეს ვითარება, რომ პრეზიდენტი იყო ოდნავ წამოწეული გვერდულად ლოგინის დაფაზე ედო თავი და
იარაღი ქონდა აი ეს. ეჭკინის გასროლის მომენტში იმხელა ენერგია წარმოიქმნება, უკუცემის ენერგია იმხელა, კინეტიკური ენერგია რაც წარმოიქმნება ტყვიას გასროლისას, იგივე, ქმედება იწვევს უკუქმედებას, ეს ფიზიკის ჩვეულებრივი კანონია და იმხელა კინეტიკური ენერგია წარმოიქმნება, რომ ფიზიკურად თუ რო ამტკიცებენ, რომ დაუძლურებული ადამიანი იყო, ფიზიკურად დაუძლურებული კი არა, თვითონ უძლიერი ადამიანის კი ვერ გააჩერებდა ხელში იმ იარაღს. იარაღი აუცილებლად უნდა გავარდნოდა ხელი. ამ მარჯვენა მხრიდან ქონდა შემავალი სწულობა და მარცხიდან აგერ ყურის თავზე ოდნავ მოჭრილი ქონდა ეს ყურის მხარე და გამომავალი ტყვია. როგორც ჩვენ ნახეთ ახლა მასალებიდან, როგორც ვიცით და როგორც გვაქვს ჩვენ ფოტომასალა, საზურგე დაზიანებულია სადღაც შუა მდებარეობიდან, საზურგის შუა მდებარეობიდან ოდნავ მარცხნივ. ოდნავ მარცხნივ. გვამი ოდნავ იყო წაწეული, აწაწეული და ცოტა ჯდომიანი მდგომარეობაში იყო. ეს გადმოცემული. პლუს ამისა, ჯდომიან მდგომარეობაში რომ იყოს გვამი, იარაღს ვერ დაიჭერ ფიზიკურად ხელით. აი ამ მდგომარეობაში როგორც არის ახლა გრაფიკაზე მოცემული. გარდა ამისა, თუ დაიჭირე კიდე და მოახერხე რომ იარაღი დაიჭირა ისეთ მდგომარეობაში, აუცილებლად საფეთქლის ძვალი იქნებოდა გახეთქილი. ბატონი ბესარიონ გუგუშვილი ამ დროს სად იწვა? პრეზიდენტის გვერდით მარცხენა მხარეს. რა მანძილი იყო პრეზიდენტსა და ლოგინები მიდგმული იყვნენ ერთმანეთთან. და ძალიან ახლო მანძილი. თუ გავყვებით იმ ვერსიას, რომ პრეზიდენტმა თავი მოიკლა. კინეტიკურ ენერგიას დაკარგავდა თუ შეეძლებდა დაზიანებას გუგუშვილის? ტყვია თუ თავი მოიკლა, მაგ შემთხვევაში შეძლებდა თავის პიროვნების დაზიანებას, ვინც გვერდზე იყო. თან კინეტიკური ენერგია თუ სრული იქნებოდა, იმ შემთხვევაში გინდაც მოხვედროდა, რასაც არ უნდა მოხვედროდა, ის ტყვია, გამომავალი ტყვია, უფრო მეტ დაზიანებებს გამოიწვევდა, ვიდრე ახლა საქმეში ნაჩვენები დაზიანება იმ ლოგინის, საწოლის თავის დაზიანება, რაც ნათქვამია, რომ შესაძლებელია იყოს ტყვიის დაზიანება, მაგრამ იმ ტყვიის დაზიანებაზე არ გაკეთებულა არც მეტალოგრაფია, არც ლითონის აღმოჩენა, არის კი ის ტყვიის დაზიანება, ესე საეჭვოა. არ არის ამაზე ექსპერტიზა ჩატარებული არ არის. შეეძლო თუ არა ტყვიას, გამომავალ ტყვიას დაეზიანებინა გუგუშვილი? შეეძლო, როცა პრეზიდენტი სწორად დაწოლილი იყო და ასე რომ ესროლა. მაგრამ პრეზიდენტი გვერდულად იწვა. ანუ ტყვია თუ შეგვიძლია დაახლოებით როგორ იმოძრავებდა? ტყვია მოხდა აი ამ რაფას, რომელიც იყო ნატყვიარი ეტყობოდა, მაგრამ გახრეტილი არ იყო. აჰა. აიე? აქეთ მხარეს ანასხლეტი იყო იმ ტყვის. ანუ თვითონ სისხლის ლაქები და ის თუ იყო იმ ადგილას, სადაც ტყვია მოხდა რაფაზე. არა, ტყვია რაფაზე არ იყო, იმიტომ რომ ბალის ედო რაფაზე და ბალისზე თავი. რაფაზე ტყვია სისხლი არ იყო, სისხლი ჩამოსდიოდა ახლა და პირი დამოსდიოდა და მეორე მხარეზე თავის თავი. წარმოიდგინეთ თქვენ ჯერ მარტო ის აირები, რომელიც შედის თავის ქალაში დარტყმის დროს იწვევს გახეთქვას. ამ თავის ქალის გახეთქვას იწვევს და გამომავალი თვითონ ჭრილობა იქნება, რაღაც სასწაულად დიდი იქნება და სისხლის იმხელა ზღვარი წამოვიდოდა და შეიძლება ტვინის ნაწილაკებიც ისე წამოვიდოდა, იმდენი წამოვიდოდა, რომ გუგუშვილს კი არა მთელ ტერიტორიას აშკარად დასვრიდა. ანუ ეს გამოირიცხება, რომ თქვათ ასეთი კვალი დაემჩნია გამოირიცხება. მიჯენით ნასროლი ეგეთ კვალს არ დატოვებდა. და ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში და წარმოგიდგენ ჩვენი გადაცემის სტუმრებს. ბაჩუკი გვანცელაძე, ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი, ადამიანი, რომელიც ბოლო დღემდე პირველ პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა. ბატონ ბაჩუკი, მოგესალმებით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ზურაბ ბაცანაძე, დროებითი კომისიის წარმომადგენელი. მოგესალმებით, ბატონ ზურაბ, თქვენც ასევე დიდ მადლობას გადაგიხდით ჩვენთან სტუმრობისთვის. მოდით დავიწყოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალით, ეს ეხებოდა გზას ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულამდე. არსებობს ვერსია, რომ 5 საათზე მეთხანს მოანდომეთ თქვენ ერთი სოფლიდან მეორემდე მისვლას. ჩვენ ნახეთ, რომ ამ გზას სჭირდებოდა სულ რაღაც 9 საათი. იყო თუ არა მართლაც რაიმე შეფერხება გზაზე, გაჩერდით თუ არა ამ გზაზე, თუ მართლაც 9 საათში მიხვედით ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულამდე. ბატონ ბაჩუკი, გისმენთ. ეს ყველაფერი მე მიწერია, მაგრამ სამწუხაროდ ეს ნაწერები ისეთი ადამიანის ხელშია, რომ ვერა და ვერ იქნა ამ ადამიანისთან ამ ნაწერების წამოღება რა, თავისი ყველაფრით აბსოლუტურად სახელებით, გვარებით და რა ვიცი, სულ ყველაფრით რა. ვის გულისხმობთ, ბატონ? წუთები, საათები, ეს ფურცლები არის ქალბატონ მანანა არჩვაძესთან
ყოველ შემთხვევაში მაშინ ჩემგან რო წაიღენ მას ჰქონდა და მე მგონი დღესაც მას ექნება ხოლო ჩვენი გასვლა ხებულადან ჯიხაშკარიდან ხებულაში მოხდა საღამოს საერთოდ ეს დეკემბერი თვე და ზამთრის თვე ისეთი არის რომ მარტო სამეგრელოში კი არა მთლიანად საქართველოში 6 საათის მერე აბსოლუტურად ბნელა საერთოდ სიბნელი არის ხო და რაც შეეხება ჩვენ გადაადგილებას ალბათ 9 საათიდან 1 საათამდე იმიტომ რომ ჩვენ წავედით მანქანით 24-ით მიუბრუნდებით ამ ეპიზოდს მანამდე ბატონ ზურას მინდა ვკითხო ბატონ ზურა გაჩნდა ვერსია თუ ვარაუდი რომ არა 9 საათი არამედ 5 საათზე მეტი ხანი მოუნდა ამ გზის დაფარვას მოდი თქვათ თქვენ მოყევით საიდან გაჩნდა ეს ვერსია რა გაფიქრებინებთ ამას დიახ მოგახსენებთ როდესაც ჯონსონ კვარაცხელიას ჩვენ დაუსვით ესეთი შეკითხვა თუ რომელ საათზე გადაადგილდა თქვენგან პრეზიდენტი და მისი პირადი დაცვა ჯონსონ კვარაცხელიამ გითხრა რომ ეს იქნებოდა ბინდდებოდა ჯერ კიდევ გარეთ მოსახლეობა ჩანდა და დაახლოებით თქვა 18 საათი ამას კიდევ ადასტურებს და აძლიერებს ამ ჩვენებას ერთ-ერთი მეგზური ანატოლი ჩუხუას ჩვენება რომელიც წამოღებული მაქვს შემიძლია გაჩვენოთ ისევ ბაჩუკის ვაჩვენო რომელიც იჯდა ამ გაზ 24-10-ზე სხოლად რომელიც იყო ისიც იძახის ეს იყო შებინდებისას ხოლო ამის შემდეგ კარლო ღურწკაია, მისი მეუღლე ლუდმილა ღურწკაია აბშილავასი აცხადებენ, იქნებოდა მოსვლის დროს 23 საათი და 30 წუთი, ან დაახლოებით ცოტა მეტი. აი ყოველივე ამან ჩვენ ჩაგვაფიქრა თუ რა თუნდოდა მართლაც 20 და 35 წუთის სავალ გზას ამდენი დრო. გარდა აი ამ თქვათ დროსთან დაკავშირებით ჩვენებებისა, არის ამ შემთხვევაში კიდევ რაიმე ხელჩასაჭიდი, აი რაიმე ფაქტი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მართლა 5 საათი დასჭირდათ. მოგახსენებთ. აი ახლა ისევე სავარაუდოდ გაჩნდა კიდევ ამან ეს ეჭვი უფრო გააძლიერა იმან, როდესაც ზაურ და ანატოლი ჩუხუებმა განაცხადეს, რომ გზაში იყო 2 პიკეტი. პირველი პიკეტი გავიარეთ, მის შემდეგ მეორე პიკეტი მაგრამ ისმის კითხვა როცა თავისთავად შდება კითხვა რა თქმა უნდა რომ არის პრეზიდენტზე ესეთი დევნა აქვე არის კიდევ ქვეყანა ხალხი რომელიც მიწნასინილია ამ სხვადასხვა დაჯგუფებებს შეიძლებოდა კი რომ პირველ პიკეტზე გაეჩერებინათ მანქანა ეს ვოლგა სადაც იჯდა პრეზიდენტი მეორე პიკეტზეც აბსოლუტურად და ისინი ესე გაეშვათ ბატონ ბაჩუკი, აი ამ პიკეტებთან დაკავშირებით მე მაინტერესებს თქვენ რას გვეტყვით. დიახ, მე მოგახსენებთ ახლა რაც ბატონმა ზურაბმა თქვა, მე ძალიან დიდი ეჭვი მიჩნდება იმისი, რომ რაღაც მომენტებში ანუ ეს პიკეტი შეგხვდათ თქვენ გზად თუ არა? მე პირადად მე ჩემ ჩვენებაშითაც მაქვს მიცემული და ეხლათაც ვიმეორებ, რომ პიკეტი მე პირადად არ დამინახავს. აი არც დამინახავს, იმიტომ რომ მე ვიჯექი გვერდით მერე იყო პრეზიდენტი, მერე იყო ბესარიონი და მერე იყო ანუ თქვენ გზად არავის არ გაუჩერებთ. არ გზაში ჩვენ არავის არ გაუჩერები ვართ. ხოლო რაც შეეხება იმ 5 და 6 საათს ბატონო ზურა შეიძლება ეს ის პერიოდია და იქიდან არის ამოღებული ეს ჩემი აზრი არის უკვე რომ როდესაც დაუშვათ ამ ჩუხუებმა ზაზა და გოჩა გადმოიყვანეს უკვე ფეხით მომავალი უკვე ფეხით მომავალი და ფეხით მომავალი ამას გეუბნებით უკვე როდესაც პრეზიდენტი ცოცხალი აღარ იყო მაშინ რომ გადმოიყვანეს ზაზა და გოჩა მართლაც დიდი ხნის შემდეგ 1 3 4 საათი და შეიძლება 5-იც არ მაგრამ ბატონ ზურაბ მე მგონი არა მაგრამ მე ესე როგორც ახლა ჩვენებაში თვითონ თქვენი დაცვის უფროს ჩემბაჩუკი უწერია რობიზონ მარგვეროს მე წავედი წამოყვა გულიკო ტიბუა ფეხით წავედი და ფეხით გადმოვიყვანეოდა ისინი ახლა ფეხით ახლა ზაზა და გოჩა კეკენაძე ფეხით არიან მოსულები და არა ფეხით არიან მე მაგას გეთანხმებით რომ ფეხით არიან მე ამის დაფიქსირება მინდა როცა გზას ეხება 30 წუთიან გზას ეხება და 23 საათი კაი ისიც გამოვაკლოთ და კიდე მაინც 4 საათი რჩება ეს ცოტა რაღაცა ანუ რა თქვენ
მოდით რაღაც რეზიუმეს სახით რომ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ბატონი ბაჩუკი ამბობს იმას, რასაც ამბობს და რაც დაინახა, რომ გზად არავის არ გაუჩერებია პრეზიდენტის მანქანა. ამას არა მარტო მე ვამბობ, არის სხვა ჩვენებებიც. არის სხვა ჩვენებებიც. მაგრამ ბატონ ზურას მოყავს არგუმენტი, რომ 5 საათია ნამდვილად ორ ჩვენებას შორის შუალედი. აქ როგორ აპირებთ ბატონ ზურაბ რაღაცნაირად ჭეშმარიტების დადგენას კომისია? ახლა ეს უკვე საერთოდ ახლა როცა ესეთი სიტუაცია, არალოგიკური სიტუაცია, იმიტომ რომ თვითონ ანატოლიც მერე იძახის რომ გზაში გავაჩერე, გამიფუჭდა რაღაცა მანქანა, მაგრამ მაინც დროში ვერ ეტევა, ხო? და ყველა გაურბის ამ კითხვას პასუხს. აქ უკვე ძნელია. რა ეჭვები გიჩნდებათ პირადად თქვენ იქნებ გვითხრათ? აქ არის და აქ მანქანა არის უკვე გაჩერებული პიკეტი. აი ეს ჩემი სერიოზული ეს ეჭვს ბადებს ამას, ამხელა რომ მანქანა პიკეტიდან აღარ იქნა გაშვებული. აი ეს ეჭვი მიჩნდება. მაგრამ ეს ახლა შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ყველა ადამიანს დაებადება ამხელა სხვაობა, რომ 4 საათი, 20 წუთიან და 9 საათიან გზაზე უკვე ეჭვის ცდება საფუძვლია. და თქვენ ფიქრობთ, რომ მოწინააღმდეგეს ჩაუვარდა ხელში დაახლოებით ესე პრეზიდენტი? და მისი გარემოცვა, ესე გამოდის. ბატონ ბაჩუკი, თქვენს თქვით, თქვენი არგუმენტი და შემდეგ სხვა კითხვაზე მინდა ერთი რაღაც დავამატო, ეს ჯონსონ კვარაცხელიას, რომლის ჩვენებას თქვენ მოგყავთ, რომ გარკვეული დროით შეიძლება ეშლებოდეს, იმიტომ რომ გეუბნებით 9 საათიდან ყველაზე დიდი 1 საათის განმავლობაში ჩვენ ვიყავით უკვე ადგილზე. ხოლო ჩვენ თუ ვინმე რამე გვიქნა დაუშვათ და ჩვენ ვინმეს ხელში აღმოვჩდით. მაშინ რატო როგორ აღმოვჩდით იმ ხურწყაიების და იმათ ხელში რა სახლში ლიუდმილას და ბატონ ზურაბ, ამ შემთხვევაში ბატონი ბაჩუკის შეკითხვებს რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს კომისიის მხრიდან და მე მართლა გადავალ უკვე სხვა საკითხზე. თუ დაკავებული იყვნენ, თავისუფლად შეიძლებოდა ამათი ცალკე განცალკევება და ყველაფრის შემდეგ, ამ სასიკვდილო შედეგის შემდეგ მათი მიყვანა ადგილს. თუ დაკავებული იყვნენ. მაგრამ ეს სავარაუდო ეჭვი ახლა ამის ახლა მე პირდაპირ მტკიცებულება ახლა ამას ვერავინ ვერ დაუმტკიცებს. მოდი გადავინაცვლოთ ძველ ხიბულაში და სახლის ეპიზოდს შევეხოთ. ბატონ ბაჩუკი, თქვენ იცით რომ და პირველ ნაწილში გადაცემის ერთი კვირის წინ ნახეთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ჩაატარა კომისიამ და ჩვენ გადავიღეთ ეს საგამოძიებო ექსპერიმენტი და საზოგადოებას ვაჩვენეთ. თქვენ გაქვთ თქვენი დამოკიდებულება, მე ვიცი ამ საკითხისადმი და მე გაძლევთ საშუალებას, რომ ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ ვთქვათ. მე შევახსენებ მაყურებელს, ეს არის გასროლის ეპიზოდი. ექსპერიმენტი ტარდება აბსოლუტურად დანგრეულ სახლში, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც არა აქვს ფანჯარა, არა აქვს კარები. თქვენ თვითონაც ხო ბრძანდებოდი ბატონო მაყური. მოდიში ბაჩუკი ერთ რაღაცას არ შეგედავები, გასაგებია და ვახოც ესწრებოდა იქ თვალნაცლივად ჩანს, ახლა არ ჩავეჭრები, მე არ მეყვარს ლაპარაკში, მაგრამ ის რომელი ოთახშიც პრეზიდენტი იყო, აბსოლუტურად კარებიც აქვს, ფანჯარაც აქვს, ის იგივე დარაბებით და იგივე ის შიფონერიც იქადა და საწოლე ხა მოუწესრიგებელია, თორე იმ თვითონ იმ ოთახს ყველაფერი აქვს და ახლა დამატებით ღია რო კი რა თქმა უნდა მეტი რეზონანსი ექნება. იარაღის ჰაერში გასროლა. ჰაერში, იარაღს ისვრის ადამიანი ჰაერში. იმას თავის მე კიდევ ერთხელ გეუბნები, მე ამ საკითხში ვარ დილეტანტი და ეს თქვენი მოვალეობა და ექსპერტიზა არის და ეს ექსპერტიზის ის არის, მაგრამ მე გეუბნებით მეერა აზრი დამჭა. ჰაერში გასროლა. დაუშვათ იმ ადგილზე, ხო? იმას მეორე კარებიც ჰქონდა გასასვლელი, საიდანაც უკვე სიცარიელე იწყებოდა. საიდანაც სიცარიელე იწყებოდა. თუ გინდა ის ოთახი დაუშვათ ისე ყოფილიყო. სიცარიელეს გასროლიდან წავიდა იქით, სადაც საშუალება ნახა ხმამ, თვითონ ხმის სივრცე რო გავსულიყო რა გარეთ, მოკლედ. თან ეს ხდება ღამის საათებში, ხო? თქვენ ღამის საათებში. და იმ პერიოდისთვის ახლა იქ მოფუსფუსე დიასახლისი პირველის ნახევარზე უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა, თუ გინდა დაც ხმაროც რო გაეგონა, დაუშვათ, ხო? მაგრამ მე ვერ მივხვდი ამითი თქვენ რისი დამტკიცება გინდოდათ, რომ ხმა ვინმემ გაიგონა, თუ ვერავინმა ვერ გაიგონა. გასაგებია აგიხსნეთ, მაშინ თუ შეიძლება მე აგიხსნით. ხო. ეხლა გასაგებია ის პერიოდიც და იქ დაძაბულობაც, მაგრამ გასაგებია ჩემო ბაჩუკი, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი. ეს არის ახალი წლის წინა ღამეები. ახალი წლის წინა ღამეები, ხო არ ვწდები, ხო? და არასდროს ხო გასაგებია ხო ესა და არასდროს ქართველი დიასახლისი როგორც გინდა რა პერიოდიც გინდა იყოს და თუ გინდა სულ მცირეთი ხო ამ პერიოდში
არავინ რაღაცას რაღაც ფუსფუსებს და რაღაცა პატარა ის აქვს სამზადის. ამიტომ არის უბრალოდ ისა და ეხლა ხმა რაც შეეხება. შენ კარგად გემახსოვრება იმ სახში ხარ ნამყოფი. კარლოღუნცკაის გვერდზე ეხლა ესენი როდესაც ეს ექსპერიმენტი ჩატარდა, ვახოც იყო იქ რა თქმა უნდა, ბატონი ვახო, უკვე კაპიტალური სახლია და მის გვერდით იყო მაშინ იმ დროს ხის სახლი ანალოგიურად და როგორც გინდა იმ ხმას დაბალი ხმა ჰქონდა და იმ ოჯახის მაცხოვრებელებს როდესაც შევკითხვები დაუსვით, ზუსტად აქეთ ამ ხარეს ეხლა რა ხდებოდა? ეძინათ სპალნის ესე საძინებელი ოთახები იყო და ეძინა მის უფროს ძმას და დედამისს. და ეხლა მეზობლის ოთახზე გაქვთ თქვენ საუბარი. მეზობლის ოთახი. ახლა და ეს ექსპერიმენტი ზუსტად იმიტომ ჩატარდა, აქ თქვენ არაფერ შუაში არ ახლა ჩატარდა იმიტომ გაიგებდა თუ არა ის მეზობლები ხმა სწორედ თქვენ რა შუაში ხართ. ხო, გასაგებია. და აქ როგორც გინდა დაბალი ხმა ქონოდა, ახლა ყველა ნახეთ რა ხმა იყო და აი ეს იყო ძირითადი არსიანი. გასაგებია, მაგრამ არის მეორე საკითხი. ძალიან ზუსტად ვიცით რომ რა პერიოდიც იყო და მართლა რომ აღვირახსნილად დადიოდა სულ ყველა ვისაც როცა უნდა და მაშინის რო და ვისაც რა უნდა და მაშინ იმას აკეთებდა მოკლედ და რასაც უნდა და იმას აკეთებდა რა გასროლაზე მაქვს ლაპარაკი გინდა ავტომატი და გინდა ანუ თქვენ ამბობთ რომ ეს უცხო არ იქნებოდა გასროლის წარმოუდგენელად აბსოლუტურად უცხო არ იქნებოდა თუ გინდ გაეგონა და არ გაუკვირდებოდა არც გაუკვირდებოდა იმიტომ რომ აგერ თვითონ იცის ბატონმა რომ რა სიტუაციაში იყო იმ პერიოდისთვის მარტო სამეგრელო და ისოფელი გელა მთლიანად საქართველოს და იქ რა ხდებოდა ხო ეს საერთოდ საზიზღრობა იყო მოკლედ სამეგრელო გასაგებია ბატონზურა ბატონბაჩუკი უბრალოდ ბატონზურა თქვენ მინდა დაგისვათ შეკითხვა აი რა უცნაურობებს შეუსაბამობებს წააწყდით პირადად კომისიის წევრები აი თვითონ სახლის ეპიზოდზე მინდა გკითხოთ რა მოგეჩვენათ უცნაურად ამ სახლში როდესაც იკვლევდით ამ საკითხს ეს კარლო ღურწკაიას სახლი 6 კარებით 6 ფანჯრით ტრასის პირას ესე იგი მოდიჟინა ვისაც არ თუ უნდოდა ხო კარებს გამოხსნიდა და შევიდოდა იქ რა დაცვას უნდა გაეკეთებინა რეაგირება არამე ბატონბაჩუკი ამას რა ახსნას უძებ როგორ მოხდა ისე რომ გაუცვალ სახლში რაც ბრძანა ვეთანხმები ნამდვილად ჩვენ რა გაგვიკვირდა პირველ რიგში ახლა იმ სახლში რო გადავედით და როდესაც პრეზიდენტი იმ სახლში მოხდა პირველი ის რომ სახლი იყო დიდი და ორი ადამიანის იქ დატოვება და ჩვენთან ერთად წამოსვლა არავით არ პრობლემას არ წარმოადგენდა. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ შეგნებულად ჩამოგაცილეს ბურჯანაძე და კეკენაძე? კი ბატონო, მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ მთელი ერის, ღვთისა და ღმერთის წინაშე, რომ ეს მოხდა ასე. არავით არ პრობლემას არ წარმოადგენდა ის ორი ადამიანიც ჩვენ გვერდით რო ყოფილიყო, ამას გეუბნებით. მეორე თვითონ განლაგება ქონდა ამას სახს ისეთი განლაგება ქონდა რომ აი თვითონაც ჩვენ გაგვიკვირდა უკვე ვეძებდით მეორე სართულზე ჩვენ ავინაცვლეთ რომ მეორე სართული თითქოს და უფრო მეტი უსაფრთხოდ ჩავთვალეთ პრეზიდენტმა თქვა როდესაც ამ სახლში შევიდა რამე მან არ გამოთქვა ამ უცნაურობებზე კი ბატონო ახლავეთ მოგახსენეთ პრეზიდენტმა პირდაპირ მოუტრიალდა ანატოლი და ზაურ ჩუხუებს და უთხრა რა არის ბიჭო აქ ორი ადამიანი ჩვენს გარდა კიდევ ვერ დაეტეოდა თუ ეს რა არის უკვე თითქმის აი წაკამათებაშითაც კი გადაიზარდა მათი საუბარი რა წაკამათებაშითაც რომ რა არის და ახლავეთ ან ხვალვე ის ბიჭები ჩვენ გვერდში იყვნენ კი ბატონო ხვალვე ჩვენ იმ ბიჭებს თქვენთან მოვიყვანთ გავიდა მეორე დღე გავიდა მესამე დღე გავიდა პირველი მეორე მესამე დღე და ის ბიჭები ჩვენ გვერდში არ ჩადნევენ უკვე ესე იგი და რატომ არ მიიღეთ გადაწყვეტილება ბატონო ბაჩუკი გარემოცვამ რომ წასულიყავით ამ სახლიდან უბრალოდ ჩვენ გარეთ ვერ გავდიოდით ჩვენ სახლის გარეთ სპეციალურად არ გავდიოდით რომ ვირმეს უბრალოდ არ შევერჩნიეთ და მიტო ვიყავით სახლში რომ არავის არ დავენახეთ ძმებმა ჩუხუება თავისი ანატოლი ჩუხუამ ჩვენთან საუბარს წამოღებული მაქვს შემიძლია ბაჩუკი გაგაცნო ახლა როცა გავალთ გარეთ თქვა ესეთი რამე როცა უთხარი იმ დაცვის ორი ბიჭის გადმოყვანაზე საუბარი მიდგა იგივე იგულისხმება ბურჯანაძე და კეკენაძე დაცვის უფროსმა თქვა მე თქვენი წამოყვანა რა თმინდა როცა დამჭირდება მე თვითონ ფეხით გადმოვიყვან
აგერა მაქვს ჩვენება. მე გეუბნებით უკვე თითიდან გამოწოვილი თავის მასწავლებელი გასაგებია იმათი ნათქვამი ვარი და გეუბნებით რა ეს არის თითიდან გამოწოვილი. იმიტომ რომ რამდენი ის ადამიანები ჩვენთან მოვიდნენ, იმდენი აბსოლუტურად მაგაზე იყო ერთადერთი კამათი, რომ ის ორი ადამიანი ჩვენთან გადმოეყვანათ, ჩვენთან დაებრუნებინათ. რა თქმა უნდა, ახლა წამოღებული, მაგრამ შემიძლია ამოგიკითხო ეს ფრაზა. გასაგებია თქვენ რასაც ამბობთ. ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. კი ბატონო, პრეზიდენტი მუჟავაში აგერ ორი თვითონ უახლოესი გარემოცვიდან ასული არის მუჟავაში და თქვენ ბრძანდებოდით და რაც განაცხადეს 4 დღე იყო აბსოლუტურად 4-5 დღე დაცვის არც ერთი წევრი არის მაგრამ გასაკვირია ის 4 დღე სად იყო ასევე მაინტერესებს როდესაც დაისვა ის დაცვის ორი დაკარგული წევრის გოგაძე ჭინჭარაულისაგან პრეზიდენტი თვითონ მუჟავიდან ხოლოდ როდესაც როგორცვე შემოვიდნენ ეს ორი ბიჭი ახალგაზრდა ბიჭი პრეზიდენტი უშვებს და აძლევს გარკვეულ მითითებას. კი ბატონო. ხოლოდ ეს ორი ბიჭი და აი იქ რომ ბადრი ზარანდიას დაჯგუფების თუ რაღაცის სათვალთვალოდ დავტოვეთ, ეს ხო გამორიცხული. ჯერ ელემენტარულად გამორიცხულია იქიდან რომ ჭინჭარაული მთიულია და გოგაძე თბილისელი ხო რაშუაშია, მაგრამ მაგას მეგრულიენა არ იციან და ბადრი ზარანდიას შემადგენლობა კი გაგიგია სარიები და ჭანია და ყველა მეგრულიენაზე მოსაუბრე. ხო, აი რაც შეეხება ის რომ დაცვა 5 დღე არ იმყოფებოდა პრეზიდენტთან ერთად. მოკლედ რაც შეგიძლია. აი გეუბნებით რა ვიყავით რა რით დაგიმწესოთ მე და გოჩა კეკენაძე რო წამოვედით აბსოლუტურად ბიჭები რო დაჩენდნენ რო ჩამოაშორეს რობიზონ და საზაბურჯანაძე და რამოდენიმე ბიჭი მე ბესარიონ მხოლოდ ერთი წამი ეს მე იქ კი არ ვიყავი და კი არ გათვალიერებდით იყავით თუ არა ეს მე მითხრა მოიყვანა თენგო ქარდავა თქვენ დაცვა მიიყვანა ფაზამ გადმოიყვანა დაცვა ეს მითხრეს ფაზას კონკრეტულად ვინ მითხრა კარებში რო იდგა პირველი ის რო ჯიხური მესხია თქვენთან რო ამოდიოდა მე პალატკებში და ქარდავა სად ყავდაო პრეზიდენტიო სადო კარგი დაცვის გარეშე სად ყავდაო 4 დღეო სად იყო 4 დღე თვითონ ბადრის ბანაკში რაღაც საწოლები რო იდგა აი მეორე ის რო არის საფთურიანი საწოლები რო იდგა კი ბატონო მაგრამ ამ დროს იგი რაც ხალხია მე საიდან გავიგე რომ ბადრი ზანანდია ბადრი გულუას ხდებოდა გია გულუას ხდებოდა მე საიდან გებულობ ამას მე ვაგებიებ პრეზიდენტს ამას ამ ამბავს მე ვაგებიებ პრეზიდენტს და მაგას გეხვეწები ტელეკომისია ხმა მოიხეთო და აქეთ მე ვაგებიებ მე კომისიაზე არჩევებში არ შემეკითხა მოდი ხვალე წამოდი ეხლა ჩავიწეთ კაცო მაგ გეხვეწები მე ვაგებიებ პრეზიდენტს ბატონ პრეზიდენტს მე ვაგებიებ ამას არა ესენიც ადასტურებენ რო ხდებოდა მაგრამ ეხლა იმიტომ კი არა მოდი თუ კიდე ვაგებიებ რომ ბადრი ზარანდია ხდება უმას რაც ხალხია ჩუმად გია გულუას ბატონ ბაჩუკი ბატონზრო ორივეს მინდა კითხოთ უპირველეს ყოვლისა ბატონ ბაჩუკი თქვენ როგორი იყო პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა აი ამ ბოლო დღეებში იმიტომ რომ აქაც ვაწყდებით რაღაცა ჩვენებები ყოველ შემთხვევაში მე გავეცანი და ვნახე რომ ვიღაცები ამბობენ რომ ძალიან ძიმე იყო მისი ფიზიკური მდგომარეობა ვიღაცები ამბობენ რომ არა მხნედ გამოიყურებოდა აი გითხარით თქვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წინა შაბათს ვნახეთ თქვენი საუბარი ჩემო ბატონო და თქვენ ამბობთ იქ რომ ამავტყოფი პრეზიდენტი ორჯერ ვერ გადაცურავდა ემგურს და მაგანას და ვერ გადმოცურავდა ეს მოხდა რო იცოდეთ თქვენ სანამ ავტყოფობამდე აი ბოლო პერიოდამდე ფსიქოლოგიურად ძიმე მდგომარეობა თუ ფიზიკურად ახლა იმასაც მოგახსენებთ აი ფიზიკურ მდგომარეობასაც რატომ გეკითხებით ბატონ ბაჩუკი იმიტომ რომ მე მომისმენია ერთ-ერთ ვერსიად ასე ვთქვათ ვარაუდად რომ ის შეიძლება მოეწამო რო ვეხვერწებოდით ბატონ ზვიათს რო ბატონო ზვიათ გეხვერწებით რა 1-2 ლუკმა რამე ჩაიდევით პირში და ძალიან დასუსტებული ხართ სიარულსაც ვეღარ შეძლებთ და საერთოდ დევიღუპებით რა გვაშველება არ ვიცით თქვენ არიცით რა პრეპარატები არსებობსო შეიძლებაო 1 თვე 2 თვე და 3 თვის შემდეგაც კი მოქმედებაში და რეაქციაში შევიდესო ამას თვითონ ბატონი ზვიადი გვეუბნება უკვე რა თქვენ რაიმე სხვა მონაცემი გაქვთ მის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აბსოლუტურად რაც მე თვალნათლივ ვნახე
ჩვენ ვიყავით ერთად ტელევიზიაში ჯგუფთან ერთად, როგორც ჯიხაშკარში, იგივე ჯაღრაში მებონიას ოჯახში. ადამიანი როცა იქიდან ფეხით ჩამოდის იმ დაღმართზე. შენ მარტო იმას ესეთი ავანტყოფი ადამიანი ფიზიკურად, იქ ფიზიკურად ვერ ჩამოვა. მეორე ზაზაძე საგერ ბურჯანაძე ისიც წამოღებული მაქვს 14 მარტში, როდესაც ის ახლა თქვენთან ერთად იყო პრეზიდენტი ფსიქოლოგიურად ყარად გამოიყურებოდა. მას ბუნებრივად ჰქონდა რაღაც შინაგანი ეს კოლიტი და იმიტომ ერიდებოდა, რძის დაწარბზე იყო გადასული. იმიტომ რომ ეხლა ესეთი დაუძლურება, რასაც ეხლა ეს ძმები ზაუჩუხვა განსაკუთრებით, რომ კარებამდე ვერ მივა. კაცი ამ დროს ეხლა ჩვენ ნახევარი გზა ფეხით აგვაქვს იქიდან ტელევიზიის მუშაკებთან ერთად გამოვლილი. კაცი ჩავიდა სასაფლაოებამდე და იქ ჩაჯდა მანქანაში, იმიტომ რომ ის ვოლგა მეტი ვერ მივიდა. ბევრი მანძილია. ესეთი რაღაცეები ხო არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მე თვითონ ჯონსონი იძახის, ალბათ დამეთანხმება შალვა, რომ როდესაც ჩემთან მოვიდნენ სახლში, დახვდა გუჯუჯი ებრალიძე, ხუჯუჯი და პრეზიდენტმა თავის წილად დარია 2 ბოთლი ოჯახის არაყი. ითამადა. და რა ვიცი ესე კარგი, თქვენ შევაგებთ. 2 ბოთლი არაყი საერთოდ მე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, ღმერთმა დამიფაროს და მაპატიოს და მომიტევოს ღმერთმა რაზეა ლაპარაკი ჯონსონ კვარაცხელიას შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ 2 ბოთლი არაყი საერთოდ არც მაშინ დალიაოდა ხა ის ჯონსონის იმითად. და მე მაგიტო გეუნებით ახლა სად იყო რა ის 2 ბოთლი არ ნუ ახლა მას მე ამაზე ნამდვილად დამამცირებლად ვერ გავაკეთებ რა მაგრამ ეხლა მებონია სახლის უკნიდან კაცი რო ფეხით ჩავა სანამ გადახვიდოდით იმას ჯიღაშკარში არა მე მგონია სახლის უკან როდესაც ჩვენ გადავდიოდით ახლა ფეხი ექცეოდა და და ასე ამ სიტუაციაში იყო თქვა ამას არც მე არ ვამბობდა ღმერთმა ნუქნას მაგირო მათქმევიოს სანამდე აი იმ ჯიხაშკარამდე სანამ არ მივართ რა უკვე დაძაბულობის კულმინაცია სიდანაც დაეწყო აი თქვენო თქვით ახლა 2 ბოთლი არაყი დალიაო ნუ ამას მე თავიდან ბოლომდე ვერ დავეთანხმები ახლა და დამამცირებლად არ მიიღოს ოჯახმა თქვა ამიტომ არ მინდა ახლა როდესაც დავბრუნდეთ ძველი ხიბულის ეპიზოდს დავბრუნდეთ თქვენ 100%-ით დღეს გამორიცხავთ რომ ეს იყო მკვლელობა და შეიძლება ყოფილიყო მკვლელობა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთელი ერის ღვთისა და ღმერთის წინაშე რომ მე არ დამინახავს რომ ვინმეს მიედოს იარაღი ბატონის ზვიადისთვის და ესროლოს. მაგრამ არც ის დამინახავს, რომ ბატონს ზვიადს ქონოდა იარაღი მიდებული შუბლზე და მას ესროლოს. მე გეუნები თვითონ ის სიტუაცია, რაც მე ფეხი გადავადგის ზღურბს და შევხედე და დამხვდა. აი ეს. აქედან გამომდინარე მე ვამბობ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. და დანარჩენი ახლა უკვე არის მართლა გამოძიების და მართლა ბატონო ბაჩუკი ამ გასროლის მომენტში ვინც იყავით სახში ყველას გეძინათ? არა, ძილით ეძინა იმას რა ქვია ქვევით კარლოს და მის მეუღლეს და ბიჭი იყო კიდევ სახში. ხო. და თქვენ როგორი ხმა გაიგონეთ აი გასროლის მომენტში? ეს ძალიან საინტერესოა. აი მე კიდევ ერთხელ გეუნები რაც მიწერია აი დაბუგული რა ფრაიცი ოთახში რომ შემოვარტყა ასე იგი ამ ხმას ვერ შეადარებთ რაც ექსპერიმენტის დროს იყო ასეთ ხმასთან ახლა ტელევიზიიდან იქ რო ყოფილიყავი ან მეორე ოთახში რო ყოფილიყავი უფრო მეტი კონკრეტულად გაგცემდით ამაზე პასუხს იყო თუ არა ის ხმა იმის შესადარი მაგრამ ახლა მაინც ტელევიზიიდან რაც გავიგონე იმ ხმას ვერ შევადარებ და ბატონ ბაჩუკი მე თქვენი კომენტარი წინა გადაცემაშიც ჰქონდა ერთი კვირის წინ და ახლაც მინდა მოგცეთ ამის შესაძლებლობა თქვენ გსურთ ამის თქმა კომისიასთან დაკავშირებით თვითონ მის მუშაობასთან დაკავშირებით ყოფენ არ გეწმენდათ აი ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი იმიტომ მე რაც დავინახე მე ამაზე უნდა ვთქვა და ეს აუცილებლად უნდა ვილაპარაკო რა ორი ადამიანიც კი როიჯდეს იქ რომელიც არ გეუბნებით რომ 100%-ით უშვებდეს თვითმკვლელობას მე არ მაქვს ამაზე ლაპარაკი 100% ორი ადამიანიც კი რომელიც დაუშვათ 10, 15, 20%-ამდე რო უშვებდეს თვითმკვლელობას ხო უფრო რაღაცნაირად
ვერსიაზე მაქვს მე ლაპარაკი. გასაგებია. ვერსია. რაღაცნაირად უფრო მეტი თავისუფლად თქვენ უფრო კომისიის წევრებთან გაქვთ ასე ვთქვათ პრეტენზიები პიროვნულად. ხო, არსებობენ ახლა პრეტენზიები, არ ვიცი მე თქვენ რამდენად იცით იგივე რა ვიცი ახლა ბეჟან ხურციძე ძალიან კარგად იცნობთ მე მგონი ხო და ეს ადამიანი როდესაც ეს უბედურება დატრიალდა და როდესაც მთელ საქართველოში იგი დაიწყო სად გაქრა და სად წავიდა საერთოდ როდესაც ერთხელ რაღაც საკითხთან დაკავშირებით ვერავინ ვერ მიაგნო სად იყო იზახო და ვანში ვიყავიო ოსაძესთან დაკავშირებით საგამოძიებოს უფროსი იყო მე მგონი და ბატონ სამინისტროში საგამოძიებო მე ასე ვიცი საგამოძიებოს უფროს ხელმძღვანელი ხო და ხელი აქვს მოწერილი ბატონ ზვიად გამსახურდიას ძებნასთან დაკავშირებით და გამორიცხული არ დაგეთახმები მაგაში მიხეილ ოსაძეზე მიხეილ ოსაძე მაგდროს განთავისუფლებული საერთო სამსახურიდან მაგდროს არის მე მაგი განთავისუფლეს იმ ამბების შემდეგ მე ასე ვიცი გადმოცემითაც მე არავის არ ვიცავ მაგრამ აი ამას გეუნებებ ბრძანების ნომერსაც შეგვიძლია გაჩვენოთ ბატონ მიხეილ შემიდაც არ სირდება საერთოდ მაგრამ და არის ახლა პიროვნებები საერთოდ ამ ადამიანს ვიცნობდი არ მაქვს რამე ნამდვილად ვერ ვიტყვი და არის რა პიროვნებები ახლა იქ ისეთი პიროვნებები არის რომ პირდაპირ რო ასეთ ემოციებში რო ვიყავი შესული და მინდა რო რაღაცა ყოველ შემთხვევაში დაუმტკიცო მაინც პირდაპირ გულის მოსაკლავად რო გეტყვიან ხო კაი მაგი მოკლულია და ასეთი პიროვნებებიც იყვნენ თვითონ იძლევა თვითონ ჩვენებები ისეთ ურთიერთ გამომრიცხავ სიტუაციას რომ თვითონ ვარდებით თებში თორე როგორ შეიძლება ვინმეს უთქვია სადმე უთქვია რომ ბაჩუკიმ შეასრულა ეს რაღაცა ნაძირლობა ღმერთმა რობიზონმა ბაში როცა 9 კაც პირი აქვს შეკრული და გამოდის ესე გამოდის ჩემო ბაჩუკი 9 კაც თუ პირი გვაქვს შეკრული მაშინ უნდა ვიმსჯელოთ კიდე კონკრეტულად ეს გააკეთა დაცვა რატო მაშინ რა თუ ამას ვიმსჯელოთ მაშინ მაგაზე ვეღარ ვიმსჯელებ დაიბადა შეკითხვა იმასთან დაკავშირებითაც ბატონ ზურაბ რომ შეიძლება თუ არა ამ კომისიას რამდენად ასე ვთქვათ ხომ არ შეუშლის ობიექტურობის დადგენას ხელს ის რომ პირველი პრეზიდენტის შვილი ხელმძღვანელობს კომისიას არის თუ არა ხელი შემშლელი ამ შემთხვევაში ახლა მე როგორც ვიცი რეგლამენტით იმ საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარესაც იგივე ერთი ხმა როგორც სხვა კომისიის ნებისმიერ წევრს აქ ჩემზე არა როგორც მე სპეციალისტი მე მაგალითად მასალების ვარ და ხმათა უმრავლესობით უნდა გადაწყდეს ნებისმიერი ეს საკითხი და აი ამას აქვს ძირითადი და აი ბატონ ზურა რა მინდა გითხრათ და შეკითხვა ალბათ ძალიან ბევრს დაებადებოდა კომისია როდესაც დაასრულებს მუშაობას თქვენ გაქვთ იმის იმედი რომ მიიღებს საზოგადოება თქვენგან შემდეგ პასუხს იყო მკვლელობა თუ იყო თვითმკვლელობა არა მე მაგას გამოვრიცხავ იმიტომ რომ კომისია არის თითქმის საზოგადოებრივ საწყის თავარ პროკურატურას უბრალოდ გამოადგება რა თქმა უნდა ხედველობაში მიიღებს ნამუშევარი ხედველობაში მიიღებს და გაანალიზებს პარლამენტის კომისიის მუშაობას დანარჩენი აქ ეხლა რომ ჩვენ კომისიამ დასკვნა დადოს იმისთანა რომ ამით ვინმე დასაჭერი გახდეს ან ვინმეს ბრალეულობის საკითხი დადგეს ეს გამორიცხული ეს კომისიის პრეროგატივა არსად არ არის ბატონ ბაჩუკის მინდა ვკითხო ძალიან საინტერესო ჩვენება იყო იგორ გიორგაძის თქვენ რას ფიქრობთ ამ ჩვენების შესახებ თუნდაც ის რომ გარემოცვიდან მოდიოდა ინფორმაცია თუნდაც ის რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებამდე მისთვის ეძებდნენ ახალ კოსტუმს აი თუნდაც ეს ორი ასპექტი რო ავიღოთ და ის პირდაპირ ამბობს რომ ეს იყო მკვლელობა ყვარლის ამბავი ყველამ ვიცით როდესაც იქ რამოდენიმე ზვიადისტი დაიჭირეს ბიჭები და იმ შემთხვევაში გველი დაიჭირა ადამიანმა მოაჭრა თავი და აჭრის თავს ამ გველს და იძახის აი ასე მოვაჭერი თავი და მოვაჭრი ზვიად გამსახურდიას ახლა ასეთი ადამიანიდან რაც არ უნდა წამოვიდეს ვის მიმართაც არ უნდა წამოვიდეს უბრალოდ მორალური უფლება არ აქვს რომ ვინმეზე რამე თქვას იმის გააჟღერა კიდო მე მგონი 2 მილიონის რაღაცაო თურმეო 2 მილიონი უნდა ყოფილიყო ამ საქმესთან დაკავშირებით ესე იგი 2 მილიონი უნდა წამოეღო თურმე ზვიად გამსახურდია ესე იგი მაშინ ან ჯოხარ დუდაევს უნდა მიეწოდებია ინფორმაცია ან
თვითონ თქვენი ინფორმაციით ქონდა ან და მესამე პიროვნება, რომელიც საერთოდ ჩემთვის მიუღებელია პირადად ეს არის გურამ აფსანძე. ეს 2 მილიონი სადმე ფიგურირებს, სადმე გინახიათ? პირველად გავიგონე, აი კაცობას ფიცავარ რა. არცად არ ჩანს საქმე. აი კაცობას ფიცავარ პირველად გევიგონე მაგის პირიდან. ჩვენ სანამ გადაცემას დავიწყებდით, მანამდე გქონდა საუბარი და თქვენ ახსენეთ აი ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლის ეპიზოდი საერთოდ საქართველოში. დიახ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და იყო თუ არა ნიადაგი შემზადებული რომ ჩამოსული? აი ამ კომისიის კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს, რომ ეს ყველაფერი რადომ მოხდა ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლა. სანამ ბატონი ზვიადი ჩამოვიდოდა, მანამდე ბატონმა ზვიადმა გამოაგზავნა ბესარიონ გუგუშვილი, რომელსაც გამოგვაყოლა მე და გოჩა გეგენაძე საქართველოში და უნდა მომხდარიყო ასეთი რაღაცა. ჩვენ უნდა შეგვემოწმებია სიტუაცია საქართველოში და ამის შემდეგ რაციით პირდაპირ კავშირი ქონდა რაციით სამეგრელოდან გროზნოში კარგი ამილია, კარგი მოსავალი იქნება თავისი კოდური სახელებით იმით და ამის შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო ბატონი ზვიადის ჩამოსვლა. ამას სჭირდებოდა პოლიტიკური საფუძველი. სადაც ზუგდიდში შეიკრიბა 150 კაცი. უმაღლესი საბჭო, ასე რომ ვთქვათ. აბსოლუტურად ყველამ მიცა თანხმობა, რომ ზვიად გამსახურდია ჩამოსულიყო ერთადერთი ადამიანის გარდა, ეს იყო ლია კაცაძე. ქუთაისელი დეპუტატი, რომელიც გამოვიდა და შვილო ბაჩუკი ჩვენ გვეუბნება ბიჭებს, მე ამ საკითხს ხმას ვერ მივცე. ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ჩამოყვანა გროზნოდან იყო შეცდომა? მე მიმაჩნია პირადად, რომ ეს იყო სპეციალურად გააკეთებული, რომ ზვიად გამსახურდია ჩამოეყვანათ. მე ამას გეუბნებით ჩემ აზრს და რატო? იმიტომ რომ კაცო ყველაფერი არმია გვეშლება, ის იშლება, ეს იშლება, თქვი შენ თუ არ ჩამოდი, რა ის არმია ჩამოვედით, რაცხა გაძვალტყავებული 20 კაცი დარბის, ეგრეთ თვითონ ავტომატით გადაგიდებული, რა ის ბეტერი, რა ის ყუმბარა, რა ის და ვინ დაარწმუნა ბატონ ბაჩუკი პრეზიდენტი რომ უნდა დაბრუნდეს? უპირველეს ყოვლისა დაარწმუნა ისევ და ისევ გეუნები, ასე რომ ვთქვათ, ამის სულის ჩამდგმელი იყო ისევ და ისევ ლოთი ქობალიადან დაწყებული და მისი გენერალიტეტი ბრჭყალებში მისი გენერალიტეტი და ფინანსებს ვინც განაგებდა და ასე რომ ვთქვათ გურამ აფსანძე. აი ეს ორი პიროვნება, რომელიც ჩამოყვა და კოპიტარში კინაღმა დააჯინეს ადამიანი. იმის მაგივრად, სენაგის აეროპორტის მაგივრად კოპიტარში კიღამ დააჯინეს სამალიოტი რა. ეს იყო. მე გარბის თმა გადაიღება გეიკრას კათმა ადამიანმა გეიქცა და იქიდან მოსკოვიდან აფსანძეზე მაქვს საუბარი და არანაკლებად ლოთიზე კატერში რო ჩახდა და იმით რაც ხაქვია უკრაინაში გადავიდა ყირიმში და რა ვიცი და მასე წევიდა სულ ყველა მასე შემეიფარგლა. თქვენ ამოიღეთ კასეტა, როდესაც ზვიად გამსახურდია გამოდის მიტინგზე რამდენი ხალხია. აი იქიდან დაწყებული 2 თვეში 10 კაცი აღარ დარჩა ხალხო და დარჩა 4 კაცი სამარა, რომელმაც არც ენა იცოდა, არც გზაკვალი იცოდა, არც საწასულიყო იგი იცოდა. აბსოლუტურად 4 კაცი სამარა, რომელიც აი ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გეუნებით, ჩვენ არ ვიყავით პროფესიონალებზე დაფუძნებულები რა. ერთგულების მეტი ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნდა. აი იმასაც გეტყვი ერთ-ერთ სოფელში ბატონმა ზვიადმა გითხრა ასეთი რაღაცა. ბიჭებო, მე ჩემი ყველაფერი ვნახე, ჩემი ყველაფერი მოვჭამე, მე ჩემი შვილიც ყავს, სოლიც ყავს, ყველაფერი აბსოლუტურად გამაჩნია. თქვენ 17, 18, 19, 20 წლის ბიჭები ხართ. თქვენ აწი უნდა ნახოთ ყველაფერი და აწი გაქვთ, ნუ ასე რომ ვთქვათ, თქვენი ცხოვრება მოსაყვან. ავდექი და წადით, თქვენ და დამტოვეთ მარტო. როგორ მოქცეულიყავით, ახლა ჩვენ დაგვეტოვებია პრეზიდენტი, როგორაც მან გითხრა, თუ დავრჩენილიყავით. როდის უფრო მეტი მართლები ვიქნებოდით? დღეს ვართ უფრო მეტი მართლები ჩვენ, თუ მაშინ როდესაც დაგვეტოვებია. მაგაში მე ცოტა რაღაცა შეგიკამათები, იმიტომ რომ ეს ჩემი აზრი არ არის. ეს ადგილობრივი მოსახლეობის აზრია, რომ მოსახლეობა თვითონ ახლა ვისთანაც ვიყავით სამეგრელოში იძახიან. 4 კაცი შეიარაღებული, აქ დაცვის წევრები იგულისხმება. არიციან ენა. ამათ უნდათ თავისი კიდევ დამხმარე მეგზური. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი 6 კაცი. აი ეს უკვე იწევდა თვითონ გართულებას შეფარებისას
რომ ჩვენ შეგვეფარებია. იმიტომ რომ იყო აგერ დაესწრებოდი მებონიამ რომ თქვა ორი კაცი დარჩესო, იგივე იყო სხვა იგივე სიტუაცია იყო თქვენ შემოგივლეთ ჩუხუებმა მაგი მეიყვანენ მაგალითად გეუბნებით ახლა იგივე სხვას კი არაფერს არ გეუბნებით მე თვითონ ამ დაცვაზე არის ესეთი სიტუაცია ამ ბიჭებზე თვითონ რომ პრეზიდენტს რომ დაცვა არ ყოლოდა და ეს ამალა ჩვენ უფრო ადვილად ეხლა არ ვიცი ეხლა როგორ ეს მართალი იქნებოდა თუ ჩვენ ორ კაცს ყოველთვის თავისუფლად გადავმალავდით აი ამ კონტექსტში და კიდევ ერთი მაინტერესებს აი ეს ხალხს საინტერესებს ბაჭკალი დეიდევი და უბრალოდ მითხარი სიმართლე რა აი პრეზიდენტი და ბესარიონი რო გუგუშვილი თქვა გუგუშვილი და პრეზიდენტი ზვიადგამსახურდია რომ ორი კაცი ყოფილიყვნენ ეს რა იქნებოდა მითხარი რა აი მითხარი რა გასაგებია მომისმენე რა იქნებოდა მე ეხლა აი ბაჭუკი გეუნები დაცვის დაცვა უნდა აუცილებლად ყოფილიყო მაგრამ ისინი ესე იძახიან თორე მე ვიძახი მეთქი მე მაგას ვერც ეხლა დავდებ მე თავს რომ ის ოჯახი რომელიმე ორი თუ გინდათ პრეზიდენტი დაგეტოვებინათ და მეორე შეინახავ და მაგაზე ვინმე ჭყვათამყოფელი დადებს თავს ჩვენი საუბრის დრო პრაქტიკულად ამოიწურა და მე მინდა თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ ერთმანეთთან ან რამე სათქმელი დაგჭათ გაძლევთ ამისთვის დროს ბატონ ბაჭუკი ქართველებს მინდა მოუწოდო რომ ოდნავათაც კი ჩვენის მხრიდან 100 ამ ხელაც ხალატის კი გამორიცხულია რა დაიჯერეთ ხალხო უბრალოდ გეხვერწებით დაიჯერეთ რა ეგი არის ასე მე პირნათელი ვარ ბატონი ზვიადის წინაშე ღმერთის წინაშე და მთელი ერის წინაშე პირნათელი მე ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულე მაგრამ უბედურება იგი არის რომ საქართველოს საერთოდ ექსპერიმენტების ქვეყანა გახდა. ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც შესაძლებელია, არ ვამბობ, რომ შესაძლებელია თქვა, სადაც შეიძლება რომ ერთგულების გულისთვის ადამიანი დაისაჯოს რა. ერთადერთი სახელმწიფო და ამიტომ ვეხვერწები მე უბრალოდ კომისიას, რომ რაც შეიძლება, რომ იყავით უბრალოდ, აი გეხვერწებით იყავით ობიექტურები, მეტი არაფერი რა. მეტოზე ბევრი კითხვა რჩება იმისთანაც თვითონ რომელიც ახსნას ვერ უძებნებს და ამიტომ მე ჯობია რომ ეს კომისიის თვითონ დასკვნაში აისახოს მოდი კომისიაზე გითხარი ეს რაც არ ვიცი ამის განვიხავი მე ფიქრობ რო იყავი განაეხლა რა შეწო მოდი და აგვიხსენდი თუ გინდა კომისიაზე კიდევ ერთი შეხვედრა მე დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენი გადაცემის სტუმრებს ბაჩუკი გვანცელაძეს ზვიადგამსახურდიას დაცვის წევრს და ზურაბ ბაცანაძეს დროებითი კომისიის წარმომადგენელს დღევანდელი გადაცემა კი ამით დასრულდა ვფიქრობ პრეზიდენტის საქმის შესახებ ჩვენი ორი გადაცემიდან ბევრი რამ ახალი გაიგეთ მაგრამ დაგებადათ ალბათ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა ვიდრე ამ გადაცემებამდე გქონდათ ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს რომ 17 წლის შემდეგაც კი პირველი პრეზიდენტის საკითხი აქტუალობას ერთი წუთითაც არ კარგავს როცა რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი შეკითხვები არსებობს საზოგადოება მათზე პასუხებს მოითხოვს რაც არ უნდა ბევრი დრო გავიდეს ნახოთ რა დასკვნას დადებს დროებითი საპარლამენტო კომისია მე კი ამით ერთი კვირით გემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო შაბათს ტრადიციულად საღამოს 9 საათზე პირველ აქცია ნახვამდის